რომლებმაც გენდერული თანასწორობის და რეალურად სტრუქტურაში ან იგივე შინაგან საქმეთა სამინისტროში. მინისტრის ყავს ხალი მინისტრის მოადგილე და ჩვენთვისაც ძალიან ისეთი ფაქტი იყო, ყავს შეერაგებული ძალების რაუნდით იყო ძალიან ძლიერ დაშავებული და მინისტრის მუშაობდა და დღემდე სამინისტროში არამედ ყველგან სადაც. ან საზღვარგარეთ როდესაც მივდივარ ხოლმე და როდესაც ვხედავ, რომ რეალურად თანამშრომლებმა თუ არ გაიზრო, ამიტომ იქ ძალიან დიდი მნიშვნელობა მოხდეს, რომ თავის სამხედრო მოსამსახურე თუ შელახულია, რეალურად როგორ უნდა მოხდეს. დღეს სტუმრად ვიმყოფებით შავიზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. დღევანდელი ჩვენი ლექციის თემა და მიზანი იყო, რომ გავაცნოთ სტუდენტებს თავდაცვის სამინისტროს გენდერული პოლიტიკა. ანუ რა პოლიტიკას ახორციელებს თავდაცვის სამინისტრო უწყების მიერ შესრულებული საქმიანობა ამ მიმართულებით და ამ კუთხით და 2016 წელს რა გეგმები გვაქვს ჩვენ გენდერის კუთხით და გენდერული მიმართულებით. ძალიან სასიამოვნოა, რომ აუდიტორია სავსე იყო და ახალგაზრდები ნამდვილად დაინტერესებულები არიან ამ თემით. გავაცანით ჩვენ სამინისტროს მიერ შესრულებული და განხორციელებული სამოქმედო გეგმა გენდერული თანასწორობით კუთხით და ასევე 2016 წელს რა მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდება და რა პრიორიტეტები აქვს სამინისტროს გენდერული თანასწორობის მიმართულებით. ვფიქრობ, რომ ლექციები, რომლებიც უკავშირდება გენდერის საკითხებს, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა განსაკუთრებით 21 საუკუნეში. მით უმეტეს საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ისწრაფის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ და დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკასთან დაახლოებისკენ და აქ ამ ყველაფერს განუყოფელი ნაწილია ქალის უფლებების დაცვა და ასევე ქალის და კაცის თანასწორობა. ვფიქრობ, რომ ზუსტად 21 საუკუნეში ამ ყველაფერზე უნდა მოხდეს ცნობიერების ამაღლება, იმიტომ რომ საქართველოში თუნდაც კავკასიის რეგიონში იმ ისეთ ქვეყნებში, რომლებშიც ტრადიციებს და მენტალობას განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი აქვს, აუცილებელია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გენდერის როლთან დაკავშირებით და გენდერის საკითხებთან დაკავშირებით. შესაბამისად, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების ესეთი პროფესიული ლექციის მოსმენა, ვფიქრობ, ძალიან ნაყოფიერი და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე იქნება.